Z დაწყაბებით გავხსნათ ჩვენი GeoGebra-ს აპლიკაცია. ეხლა თუ გნებავთ გუშინდელი ნამუშევარი გახსნათ, ასე ხომ გაიხსნათ სარიელი ფურცელი? აბა გახსენით? გაიხსნათ სარიელი აპლიკაცია. ნახეთ, დავაწყაპოთ ფაილი. ამის შემდეგ დავაწყაპოთ გახსენი წინა და რომელი წინა გინდათ, ეხლა ის უნდა გახსნათ. აქ სახელის გამოვიდა რომელიღაც. გამოვიდა კი, ერთი გამოვიდა ჩემ შემთხვევაში. კარგი. მოდით არ გინდათ ის წინა აღარ გახსნათ, არ გქონდა ის წინა. თუ აღარ გვინდა დღეს სხვა თემაზე უნდა ვიმუშაოთ. ანუ აღმოაჩინეთ, ხო? თუ გაგრძელება დაგჭირდებოდეთ, მოძებნიდით გახსენით წინას. მაგრამ დღეს თავიდან ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან. მოდი აბა გავიხსენოთ გუშინდელი, ჩვენი სახატავი არე კიდევ მოვაწესრიგოთ, როგორ უნდა მოვაწესრიგოთ, ფერი შევუცვალოთ. ნახეთ როგორ ვაწყაპებთ მარჯვენა ღილაკზე, სახატავ არეზე ვაწყაპებთ მარჯვენა ღილაკზე. შემდეგ გადავდივართ სახატავი არეს პარამეტრებში, დაბლა ის ხრახნი რომ არის. ამის შემდეგ აი ცოტა გამოვწევთ თქვენს დაინახოთ. ამის შემდეგ ძირითადში ავირჩევ ფონის ფერს. მარჯვენა ღილაკით აწყაპებთ, გამოდის სახატავი არე და სახატავ არეზე მერე დაბლა რომ ხრახნია, იმას დააწყაპებთ. გადმოვალთ ასეთ პანჯარაში და ფონის ფერს ვირჩევთ. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფონის ფერი. ძირითადი და ფონის ფერი. მოვნიშნავ ფონის ფერს და დავაწყაპებ დიახ. აი ასეთი ნაზი პასტელური ფერი ავირჩიე, მოყვითალო ფერი. რა, სად იყო ფონის ფერი, მაინც ვერ დავინახე ბუდიშიგა. კარგი. ესე იგი, სახატავ არეზე მაუსით მარჯვენა ღილაკს დააწყაპებთ. დიახ. ამის შემდეგ ირჩევთ სახატავი არე. ამას ირჩევ დიახ. და ნახეთ, აქ არის ფონის ფერი. თქვენი მაუსთან ბოლოდან მესამე ხაზი. დაადექით სახატავ არეზე, აი სადღაც შუაში მეორე მეოთხედში. დააწყაპეთ მაუსს მარჯვენა ღილაკზე. დიახ. და დაბლა გამოსულ პანჯარაში ნახეთ სახატავი არე რომ აწერია, სულ დაბლა წარ. კი, ხრახნი რო არის, ხო? დიახ. დააწყაპეთ მარცხენა ღილაკზე. მარცხნივ დიახ ბატონო. გამოვიდა ეხლა რამე პანჯარა? კი, ეს პანჯარა გამოდის. თუ რამეს ვერ დაინახავთ, გაშალეთ ხოლმე ეკრანი და გამოგიჩნდებათ. ნახეთ ძირითადზე ფონის ფერი. დააწყაპეთ, შეარჩევთ ფერს და დიახ. ფერი შევცვლით ფონის ფერს. მერე აქვე არის ნახეთ, ღერძებიო სტილი ავირჩიოთ და მსხვილი იყოს ეს ღერძები. ნახეთ როგორ გავამსხვილე ღერძები, კარგად რომ გამოჩნდეს. მოვნიშნებ მსხვილი, უმიტეთ ახრებს მოვნიშნავ. შემდეგ გადავალ ბადეზე. ეხლა ბადეზეც თუ მინდა, უფრო მსხვილად მოვნიშნავ ბადეს. მაგრამ არ მინდა მსხვილად იყოს მკრთალად. კარგი. X-ით გამოვხთავ. მოდი აბა გავიხსენოთ გუშინ რა ვისწავლეთ. გუშინ ჩვენ ვისწავლეთ ენის შეცვლა, ფონტის შეცვლა, პარამეტრების შენახვა მართვებიდან. შემდეგ ვისწავლეთ ჩვენებიდან ალგებრის პანჯარის გამოტანა თუ დაგვეკარგა, სახატავი არის გამოტანა თუ დაგვეკარგა და 3D გრაფიკის გამოტანა თუ დაგვეკარგა. მაგრამ 3D გრაფიკა რადგან არ მჭირდება, ამიტომ X-ით გამოვხთავ. ჯერ არ მინდა. ეხლა ჩვენ შევისწავლეთ ღერძების დამალვა, გამოჩენა, ბადის დამალვა, გამოჩენა და თუ გადავაადგილეთ საწყის პოზიციაში დაბრუნება. ამის შემდეგ კიდევ ვისწავლეთ პირველ პანჯარაში. აქ სამკუთხედს რომ ჩამოუშლით, ვისწავლეთ ის რის გამოყენება, რისთვის გამოიყენებოდა ის არის
გადასატანად ან ინსტრუმენტის დასატოვებლად, ხო? შემდეგ მეორე არ განგვიხილავს და ფიგურის სახატავი ფანქარი რა იყო? ვეხმარებოდა ნახატის კალამი, რასაც დავხატავდით, იგივე სტოვებდა. კი ბატონო. გადავედით მეორე ფანჯარაში. ვისწავლეთ წერტილის აგება. ხო? აი წერტილი ობიექტისაო ეს თუ ვისწავლეთ? დიახ, წერტილი არ გამოდიოდა ფიგურის გარეთ. დიახ. დაამატე და მოაცილე წერტილი თუ ვისწავლეთ? არა მგონი. არა. კარგი. მოდი, აბა გამოვიყენოთ ისევ აი ეს ფიგურის სახატავი ფანქარი და რაღაცა წრე დავხატოთ. რა ვიცი, როგორც მოვახერხებთ. აი, ააგო ასეთი წრე. ეხლა წერტილების დამალვა გამოჩენა თუ ვისწავლეთ? კი ვისწავლეთ. გახსოვთ, ხო? აი ეს რაღაცა ბედაცე წერტილები რომ დამისვა, რაღაცა ხელი გამეკრა და ის წერტილები დიაფერის თუ გავამუქებ. კი ბატონო. დავაწყაპებ გადატანას, ამ წრეწირს გადავიტან და აი ამ წერტილებს წავშლი, რაში მჭირდება? გახსოვთ წაშლა როგორ არის? მოვნიშნავ დილით ხილაკით ან მარჯვენა ხილაკით დავდგები და წავშლი ორივენაირად. ახლა კიდევ ვისწავლეთ ჩვენ ფერების შეცვლა. მოდი აბა შევუცვალოთ ფერები. ჯერ გავააქტიურებ ამ ფიგურას, შევალ ფერებში, მოვნიშნავ რაღაცა ფერით, გავამუქებ ცოტათი გამჭვირვალობას შევუცვლი. აი ასეთნაირად. შემიძლია წრეწირის სტილი შევცვალო, გავასქელო და დავაწვრილო ცოტათი. ვიმეორებთ ყველაფერს. ფერის გააქტიურება აღარ მახსოვს და მოვიწყდა როგორ ჯერ ფიგურაზე დააწყაპეთ, ჯერ ფიგურას უნდა დააწყაპოთ და მერე გამოგიჩნდებათ ჩარჩო. მაღლა. ჩემი ფიგურა ცენტრით არ გამოდის, რატო? ცენტრი აქ იქნება დამალული, ღია წერტილზე დააწყაპეთ და გამოგიჩნდებათ. აი ჩემიც აღარა ჩანს. ნახეთ ახლა ამ წერტილს თუ დავაწყაპებ, გამომიჩნდება. ნახეთ რა შეასაქმე. კარგი. ეხლა გადავედი აი ამ აები რო უწერია სახელწოდება და მნიშვნელობა შემიძლია გამოუჩინო. ნახეთ წერტილს. ეხლა წრეწირს მოვნიშნავ და წრეწირსაც გამოუჩენ სახელწოდებას და მნიშვნელობასაც. შემიძლია ფერი შევცვალო, აი ამ ჟოლოს ფერს გავაკეთებ, რომ კამკამად გამოჩნდეს კარგად და გამოვაჩინე. კითხვები თუ გაქვთ მაგასთან დაკავშირებით? უკაცრავად წრეწირის შიგნით ფერი ვერ შევცვალე. წრეწირს რომ დავაწყაპებ, გამოვა ჩარჩო, ამ ჩარჩოში ავეჩევთ ფერს და მერე სრიალათი გავამუქებთ ან გავაღიავებ. სრიალათი. წრეწირზე რო დავდგებით და ფერს რო ავარჩევთ, მერე ნახეთ აქ სრიალაა და ეს სრიალა გავწიან, გამოვწიე და იცვლება ფერები. მაგრამ თონი ოთხკუთხედის გვერდზე რომ სამკუთხედია, იმაზე უნდა დააწყაპოთ ხაზები რომ აი სიმათზე კი არა. შეხედეთ ჩემს ეკრანს. ნახეთ ოთხკუთხედი ხომ არის? კი. კვადრატი. აქ რომ გვერდზე სამკუთხედია და აქ რომ დავაწყაპე, აი ქვეშ სრიალა აქვს, ამას ავამოძრავებ. თუ ჩვენ წრეწირს ფერი ჯერ არ აქვს მიცემული, მაშინ შიგნით როგორც კი დააწყაპუნოთ, არაფერიც არ გამოვა. ხვდებით? აი, თუ ფერი არ აქვს მიცემული, აუცილებელია ზედ წრეწირზე დააწყაპოთ, რომ ეს გამოჩნდეს. მაგრამ თუ ოდნავ მაინც შევუცვლით ფერს, ფონს, შიგნითა ფერს თუ შევცვლით, მერე უკვე შიგნითაც თუ დავაწყაპებთ, უკვე წრედ აღიქმება და მერე გამოდის ფერების შეცვლა. ესე იგი, ფერის შეცვლა გავაკეთეთ და ეხლა ნახეთ რა გავაკეთოთ. ვირჩევთ მეორე ინსტრუმენტს წერტილი ობიექტის. ეხლა თუ ეს ავირჩიე და თუ დავაწყაპე აქ,
ნიშნავს, რომ B წერტილი არის წრის წერტილი. მაგრამ თუ დავაწყაპე Z წრეწირზე იგივე ინსტრუმენტით, ეს იმას ნიშნავს, რომ წრეწირისაა. მაგრამ რადგან წრე მაქვს მონიშნული, შეიძლება წრის წერტილათაც აღიქვას. აი ნახეთ, B წერტილს გარეთ ვერ გამოვიტან. წრის წერტილია. ანუ წრეწირის შიგნით არის, სიფტყის იმ ნაწილს ეკუთვნის, რაც წრისაა. და ნახეთ, C რადგან წრეწირზე ავიღე, წრეწირს არ შორდება. აქ რომ ამეგო 4 კუთხედი ახლა, ზუსტად მას მიაკუთვნება. გადავიდეთ შემდეგ ინსტრუმენტზე. შემდეგი, ნახეთ, დაამატე ან მოაცილე წერტილი. ნახეთ, ახლა ჯერ წერტილს ავიღებ, რამე წერტილს, შევალ ამ სამკუთხედში, აი აქ დავსვამ წერტილს, რაღაცა წერტილს. თუ ამ წერტილზე დავდგები, შემიძლია წერტილს ფერი შევუცვალო, მაგალითად ავიღო რა ფერი, აი ყავისფერს, მწვანეს ავიღებ, ამას ავირჩევ მაგალითად მუქ ლურჯს. ნახეთ, ფერადები ავირჩიე, შემიძლია წერტილის ფორმაც შევცვალო და კიდეც გავადიდო, ამ წერტილის ფორმაც შევცვალო და კიდეც გავადიდო, აი ასეთი რომ ავიღო და ეხლა ნახეთ ვიყენებ ამ ფუნქციას, დაამატე წერტილი. თუ ამ ინსტრუმენტს ავიღებ, ეხლა ნახეთ, ეს ინსტრუმენტი რას აკეთებს, იცით? ნებისმიერ წერტილს მიაკრავს ობიექტს. მაგალითად, უნდა მოვნიშნო ჯერ წერტილი და მერე ობიექტი, რასაც გინდათ დაამატოთ, წრე. წრეში ჩავაგდე ეს წერტილი. და წრის გარეთ აღარ გამოვა. ეხლა მინდა ისევ ეს ინსტრუმენტი მაქვს ხელში. E წერტილი მივამაგრო წრეწირს, ამიტომ წრეწირზე დავაწყაპებ. და ნახეთ მიმაგრდა. ეხლა ამ ისრით მოვიშორებ ამ ინსტრუმენტს და ნახეთ D რადგან მივამაგრე ამ წრეს, წრის გარეთ არ გამოვა, E რადგან მივამაგრე წრეწირს, წრეწირს აღარ მოშორდება. გასაგებია მესამე ინსტრუმენტის ანიშნულება. ეხლა აი ამ ინსტრუმენტით დაამატე ან მოაცილე წერტილიო, შემიძლია პირიქით მოვაშორო. ნახეთ, ხო დავამატე. ეხლა კიდევ ავიღებ და დავაწყაპებ E წერტილზე. და ნახეთ მოშორდა. წეღან ხო ერთჯერ დაწყაპებით, ხო მივამაგრე. აი ნახეთ, წერტილზი მივამაგრე ამას. ეხლა თუ მიმაგრებულს დავაწყაპე, მოშორდება მაშინ. აი გამოვიდა გარეთ. ისევ ეს ინსტრუმენტი მიკავია. თუ წერტილს დავაწყაპე და მერე ობიექტს, ის წერტილი მიეწებება ამ ობიექტს. მეორედ თუ დავაწყაპე, მოშორდება. აი, მეორედ თუ დავაწყაპე, ავიღებ ინსტრუმენტს, დავაწყაპებ და მოშორდა. დავტოვე ინსტრუმენტი და წამოვიღე. კარგი, გადავდივართ შემდეგ ინსტრუმენტზე. მერე გამოგვადგება ეს ინსტრუმენტები, ამიტომ ვეცნობით. ჯერჯერობით აქედან სხვა აღარაფერი არ გვჭირდება და გადავიდეთ მესამე ფანჯარაში. მესამე ფანჯარაში უნდა ვისწავლოთ წრფის აგება. წრფე. სანამ წრფის აგებას ვისწავლით, მოდი აი ავიღებ ამ წრეწირს, წრეს, მოვკიდებ ხელს და გადმოვაგდებ აქეთ მხარეს თავის წერტილიანად. აბა დავაკვირდეთ, მესამე ფანჯარას ვიხილავ. წრფეს დავაწყაპოთ. წრფე, რითი განისაზღვრება წრფე? განისაზღვრება ორი წერტილით, ხო? დავსვამ ჯერ ერთ წერტილს და ეხლა ნახეთ ამ უკაცრავად ალბატონო ნანა, წრფეზე ვარ მეც მოყვებით პარალელურად, მაგრამ სახატავი არე გამიქრა და ვეღარ ვაბრუნებ სახატავარეს, რა ვქნა? კარგი, შევძანდით ჩვენებაში, დააწყაპეთ ჩვენებას. დიახ. მოძებნეთ სახატავი არე, სადაც აწერია და დააწყაპეთ ზე. დიახ, დავბრუნებ. ხო? მადლობა. დავბრუნებ. რამე გაგიჭირდებათ, მაშინვე მკითხეთ, არ ჯამოთ. დიახ. ესე იგი, მესამე ფანჯარაში ვმუშაობთ,
არ იფიქროთ, რომ მე რამე მაქვს მოსასწრები და სავარია თქვენ გაიგოთ, რამდენჯერაც გამაჩერებთ, გაგჩერდები. მართალია პროგრამა დიდია, მაგრამ მირჩევნია გაიგოთ და გამომყვეთ, ვიდრე პროგრამა ამოვწურო და ვერავინ ვერაფერი გაიგოს. ამიტომ ამაზე შევთანხმდეთ. ესე იგი, ავირჩიეთ წრფე და დავაწყაპე. ნახეთ, აი ამ ერთ წერტილზე შეიძლება გაივლოს უამრავი წრფე. რადგან წრფეთა კონა გადის, ხო, ამ წერტილზე და ეხლა რომ დავაფიქსირო წრფე, მჭირდება მეორე წერტილი, ხო? ნებისმიერ ადგილას დავაწყაპებ და უკვე დაფიქსირდა წრფე. ხელში ისევ წრფის ინსტრუმენტი მიკავია. ნახეთ, ეხლა სხვაგან დავაწყაპებ და კიდე მეორე წრფე გამომეკიდა. და ნახეთ, მეორე წრფეს ისე დავაწყაპებ, რომ ამ წრფესთან კვეთა კონდეს. ესეც ხო შემიძლია? კიდევ წრფე დავაწყაპე, კიდევ წრფე მაქვს. და ნახეთ, დიდი მადლობა, ძალიან გასაგები ენით გვიხსნით, მადლობა. კი ბატონო, ვეცდები რომ ყველა მარტივად გაიგოთ. ეხლა ეს წრფეები მიკავია ხელში და წრფეები რომ მოვიშორო, ისარზე დავაწყაპებ. აღარ მიკავია ხელში წრფე, თუ დავაკავე აღარ არის, 3 წრფე ავაგე მეტი რა. ეხლა ჩამოვწევ ცოტა ეკრანს დაბლა და ნახეთ ამ წერტილების ამოძრავება შემიძლია, როგორც მინდა გადმოვაადგილებ, სადაც მინდა გადავაადგილებ, ან წრფეებს მოვკიდებ ხელს და გადავიტან. აბა ამოძრავეთ თუ შეძლებთ. შეძლებთ ამ წრფეების. მიდი, აბა გადაადგილეთ თქვენს ნეფაზე. შეგიძლიათ ამოძრავოთ წერტილები და წრფე. ხო მარტივია? დიახ, მარტივია ამისთვის მოძრაობა. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდით ეხლა გარჩევადობა რომ მოდი აი ამ წრე წავშლი, მეგობრებო, არაფერში აღარ ვიქცევ. და მჭირდება მე შემოვიღებ კიდევ. 3 წრფე ავაგე. წილი როგორც შალეთ. ზე დავაწყაპე და დილით ღილაკი. კლავიატურაზე. მარტივად. ნახეთ ეხლა წრფეები რომ ერთმანეთისგან განვასხვაო, ფერებს შევუცვლი. ფერებს როგორ უცვლი? დავაწყაპებ ზე წრფეზე და იგივე პრინციპით, ხო? გამოჩნდა ის კვადრატი ფერებისა. ეს იყოს წითელი. დავაწყაპე წრფეზე, მაგრამ არ გამოჩნდა კვადრატი. უნდა დააწყაპოთ ზედ წრფეზე. მარცხნივ ხო, მარცხნიდან. დიახ, მარცხენა ღილაკი. დავაწყაპეთ. ნახეთ, თითი უნდა მიიტანოთ ის საჩვენებელ თითს რო მიიტანს. დავაწყაპე და ოდნავ გამუხდა. შევედი ფერში, ფერი შევუცვალე და ამის შემდეგ ნახეთ ხაზი ჩამოვშალე და ცოტათი გავამწვილე ხაზი. თუ მინდა წყვეტილს ავიღებ, თუ მინდა სწორ ხაზს ავიღებ. აბა თუ შეუცვალეთ ფერი. კი, შევცვალეთ. ამავე შეუცვალეთ. მეორე გავხადოთ ლურჯი, მესამე მწვანე. ფერი შეცვლა ვიცით. აი აქ დავდგეთ წრფეზე გავააქტიუროთ რომელიმე წრფე, ფერი შეცვლა ვიცით, ხაზი შეცვლა ვიცით და აები რომ აწერია, დავაწყაპოთ სახელწოდება და მნიშვნელობას. და ნახეთ რა გამოვიდა. ის განტოლება დაეწერა, ხო, ზედ. მოდი ყველა წრფეს გამოვუტანოთ თავისი განტოლება. ანუ დავაწყაპებ, გავააქტიურებ. სადაა? ნახეთ, დავაწყაპებ, ჯერ უნდა მოვნიშნო წრფე, რომელზე ვლაპარაკობ. ბავშვზე მოსწავლეს რომ თან ზუსტად თავის ფერში წერს იმას. დიახ, ჯერ ხო უნდა დავუძახო ვის ველაპარაკები, დავუძახე, ანუ მოვნიშნე. მერე აები რომ არის აქ დავაწყაპე და სახელწოდება და მნიშვნელობა. ნახეთ, გამოვიდა წრფის განტოლება. ანალოგიურად ახლა მწვანესაც დავაწყაპე, გამოვიტანე სახელწოდება და მნიშვნელობა. ნახეთ, როგორ დაეწერა თავის ფერებში ყველაფერი. ზედ გადაუარა ერთმა ფორმულამ მეორე ფორმულას და როგორ მოკიდეთ ხელი და გადაიტანეთ გვერდზე. ფორმულების გადატანა შეგიძლიათ. ფორმულის გადატანა შეიძლება?
დიახ, შეგიძლიათ უყუროთ ძალიან ვერ დააშორებთ, იმიტომ რომ მაგწრფეს დასწევს ახლა. კი ბატონო. ანუ მოძრაობა შეგვიძლია ამ პროცესში. ვერ გავიგე, თუ შეიძლება გაიმეორეთ რა. წრფეზე რომ დავაწყაპებთ, პირველი არის ფერის შეცვლა, მეორე არის ხაზის სისქის შეცვლა და მესამე არის ნახეთ სახელწოდებისა და მნიშვნელობის გამოტანა, ანუ მისი განტოლების გამოტანა. დააწყაპებთ სახელწოდებას და მნიშვნელობას და გამოვა. სინამდვილეში ამ წრფების სახელწოდებები და მნიშვნელობები მარცხნივ ალგებრის ფანჯარაშიც არიან გამოსულები. აბა დააკვირდით უწერს პროგრამა, დიახ. დიახ. ეხლა აქ რო ლურჯია მარცხნივ, სადაც ლურჯად წერს და მოდი ამას იასამნისფერს ავირჩევ, რომ განსხვავებული და ნახეთ მწვანე, იასამნისფერი და წითელი. თუ დამეკარგება რომელიმე აქ დავძებნი მასივად. წრფებს ასოებით დააწერა. თვითონ დააწერა და მიგვითითა ფუნქციები, დიახ. კი ბატონო, ყველაფერს გამოგვიტანს. ძალიან კარგი, ანუ წრფის აგება ვისწავლეთ უკვე, ხო? თუ კი დაგჭირდება. დროებით დავყოთ ეს ყველაფერი და ნახეთ რა გავაკეთოთ. დავაწყაპოთ ფაილს, ფაილი და ახალი ფანჯარის გახსნა. ისე რომ ესეც დაგვრჩეს და ეხლა სხვა თემაზე ვიმუშაოთ. რომ მოგვიანებით მე ამას აი ამას პირველი რომ არის ახალი ფანჯარა. ნახეთ? თუ კიდევ წაშალეთ ეს ყველაფერი. შევინახოთ. კი ბატონო. ფაილი, ახალი ფანჯარა. მაგრამ ეს ისევ შავია. კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ ერთი წუთით აბა. აი აქ ნახეთ ორი ფანჯარა მაქვს GeoGebra-ზე რო დავდგები, ერთი ახალი და ერთი ძველი. ხედავთ? აი დაბლა, ორი ფანჯარა გამომიჩინა. დიახ. თქვენც ხომ გამოგიჩინათ? მოდი აბა დროებით ახალ ფანჯარას წავშლი. არ შეინახოს მივცემ, დავტოვებ ისევ ამას. მოდი ახლა რომ არ ვიწვალოთ, ამისი სურათი გადავიღოთ ბარეხამ და მერე წავშალოთ ყველაფერი. ხო? ახალი ფანჯრიდან როგორ მივბრუნდე უკან ქალბატონო ნანა? აი, აქ რო დააწყაპებთ დაბლა, ხო გამოვა ცარიელი ფანჯარა, დადექით იმაზე და X დააწყაპეთ მერე. აი, ნახეთ. აქ ხო გამოვიტანე ახალი ფანჯარა. დიახ. ნახეთ ახლა დაბლა GeoGebra-ს ლოგო რომ არის. დავალებათა პანელზე რო დავაწყაპე, ერთი ძველი და ერთი ახალი. დიახ, ბატონო. ახალის დავაწყაპე X და მოვიშორებ. შეინახო მეთქი აღარ მინდა. დიახ, ბატონო. დავიწყე მეთქი ვეცე. ეხლა შევალ ფაილში, გავაკეთებ ექსპორტირებას. შემდეგ სახატავი არე როგორც სურათი. შენახვა. დესკტოპი. დავაწერ დღე მესამე. ხვდებით, ხო, დავალებისთვის ვინახავ ამას. და შენახვა. მესამე დღის დავალების პირველი სურათი შევინახე. სახატავი არის როგორც სურათი და მე პირდაპირ შენახვა. დიახ, დესკტოპი აიჩიეთ, სახატავი არის როგორც სურათი, მე შენახვა, მე დესკტოპი, სახელად დააწერეთ დღე პირველი და შენახვა. დღე მესამე. ой, ბოდიში, დღე მესამე. ხო. აბა თუ გააკეთეთ. ეს შეხედეთ როგორ შავად მაჩვენებს ამას. იმიტომ რომ გამჭვირვალეა, მაგრამ თუ გავხსნი, ნახეთ მთელი თავისი სილამაზით გამომიჩინა. გასაგებია, ხო? ამ სურათს მე ატვირთავ. ეხლა ჩვენ ეს აღარ გვინდა და მოდი წავშლი ამას. როგორ უნდა წავშალოთ? წაშლის სხვადასხვა გზა გასწავლეთ, ერთ-ერთი გზა ყველაფერი რომ გავასუფთავ, იქცევი ასე. კონტროლი და კონტროლი და რა? კონტროლი კლავიატურაზე სულ დაბლა კუთხეში რომ არის CTRL და ყველა მონიშნა და ვაწყაპებ delete და ეშალა ყველაფერი. ისე რომ ის ახატავი არე დამიტოვა. გადავდივართ შემდეგზე. მონაკვეთი. ეხლა მონაკვეთის აგება უნდა ვისწავლოთ. მესამე ფანჯარაში მარტო პეტერია. მეორე.
ალბათონ ნანა უკაცრავად ბადე რომ წამიშალა საკოორდინატო ბადე როგორ შეიძლება რომ გამოვაჩინო აი ნახეთ აქ ერთი წუთით დავტოვე ეს ინსტრუმენტი აი აქ დააწყაბეთ სახატავ არეზე მაღლა რომ არის აი ბადე გინდა დამალავთ გინდა გამოვაჩინო დიახ მადლობთ და სიგრძისასაც გინდათ იმ სიგრძისას გააკეთეთ შევუცვალოთ ამასაც ფერი შეცვლა უკვე იცით დავაწყაბოთ ზედ მონაკვეთს და შევუცვალოთ ფერი თუ მინდა აი აქედან დავიწყებ ახალ მონაკვეთს მე კიდევ აქედან დავიწყებ ახალ მონაკვეთს ანუ რამდენიმე მონაკვეთი გადავაბიერთ მაინც ტეხილი მივიღე ხო გასაგებია ხო ერთის დასასრული მე გადავიტანე და მეორეს დასაწყისად გავაქციე ეხლა დავაწყაფებ ერთ-ერთ აი ჯერ ინსტრუმენტს დავტოვებ ისარზე დავაწყაფებ თორე ის მონაკვეთი დამდევს დავაწყაფებ ეხლა მონაკვეთს შევალა ფერებში და შევუცვლი ფერს ხაზს გავამუქებ ქალბატონო ნონა ერთი გასაჭირი კიდე გვაქვს სახატავ არის ქვეშ თქვენთან ხატია წითელი კვადრატი სამკუთხედი და ჩემთან სახატავი არის ქვეშ პირდაპირ ბადე მაქვს საკოორდინატო სიბრტყე არაფერიც არ ხატია ჩემი სახატავი არის ქვეშ კარგი ნახეთ სახატავ ასეა თქვენთან დიახ ზუსტად მასეა ნახეთ აი ამ პაწაწინა სამკუთხედზე დააწყაბეთ დიახ და გამოგიჩნდება დიდი მადლობა გამოჩნდა მადლობა კი ბატონო აი ახლა დააწყაბეთ ზედ მონაკვეთზე შეუცვალეთ ფერი შეუცვალეთ სისქე და გამოიტანეთ სახელწოდება და მნიშვნელობა და ამ მონაკვეთს დაარქვა ჟ და მისი სიგრძეც დამიწერა ახლა მეორე მონაკვეთსაც შევუცვლი ფერს სისქესაც შევუცვლი გამოვიტან მის მნიშვნელობასაც აბა ჩაატარე წერტილი ინიშნება და შემდეგ რომ ვიღებ მაუს რომ წერ ავლებს იმიტომ რომ თქვენ ისე მონაკვეთის აგების ინსტრუმენტი გიგავიათ ხელში დააწყაბეთ ისარზე რომ ეგ ინსტრუმენტი დადოთ ეს ხო ვისწავლეთ თუ ინსტრუმენტი არ დადეთ მაშინ წამოყვებათ ინსტრუმენტი ყველგან შემდეგ შევცვალოთ აბა ავირჩევ მაგალითად რა ფერი ლურჯი ავირჩევ ცოტათი მუქი გამოვაჩენ აი რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იგივე რომ გაითავისოთ და გაგიოვდეთ ძალიან კარგია ამას აი ძალიან ნელავს სწავლობთ მე მგონი და რაღაცა სირთულე არ ამგონია ძალიან კარგი დიდი მადლობა ამისთვის ხო მირჩევნია ისწავლოთ ვიდრე არიქა ყველაფერი მოვასწრომეთ კი და ამ დროს ვერაფერი ვერ გავიგოთ აი ასეთი და გამოვიტანოთ სახელწოდება და მნიშვნელობა აბა თუ გააკეთეთ ესეთნაირად დავტოვებ ახლა ამათ შვენიერია ეხლა როგორც გინდათ შეგიძლიათ გადაადგილოთ წერტილების გადაადგილებაც შეგიძლიათ ხო და ყველა მონაკვეთს თავის სიგრძე აწერია როგორც გინდათ გადაადგილეთ მე მგონი მარტივია თუ წერტილის გადაადგილება გინდათ წერტილს მოკიდებთ ხელს თუ მონაკვეთის გადაადგილება გინდათ მონაკვეთს ჩაეჭიდებით და წაიღებთ სადაც გინდა მე მგონი მარტივია ხო კარგია ესე იგი მონაკვეთების აგება ვისწავლეთ ხო გადმოვიტან ახლა აქეთ ამ მხარეს ნახეთ ყველაფერი როგორ იცვლება მარცხენა მხარეს კოორდინატები და მონაკვეთების სიგრძეები სადღაც გადავიტან ამ მხარეს დავმალავ აქეთ მონაკვეთების აგების სხვა საშუალებაც აქვს და ეს ძალიან საინტერესოა ახლა რაც უნდა გაჩვენოთ ერთი წუთით აბა ცოტა აქეთ გადმოვწევ ხელი რომ არ შემიშალოს შემიძლია დავაპატარაო თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ პირველ მეოთხედში და მეოთხე-მეოთხედში ეს მონაკვეთები რომ აქეთ მეორე მეოთხედი უფრო კარგად ჩანს და გამოვათავისუფლოთ და აბა დავიწყოთ ნახეთ შემდეგი ინსტრუმენტი არის მონაკვეთი მოცემული სიგრძით ხედავთ ხო
წრთის აგება გავიგეთ, მონაკვეთის აგება გავიგეთ და ეხლა გვინდა მონაკვეთი მოცემული სიგრძით. დავაწყაპებ ამას. მოყვებით. დავაწყაპებ წერტილს და მეუბნება, რა სიგრძის მონაკვეთი გინდა ვალაგო? ვიცი, რამდენი. სიგრძეში იგულისხმება აქ ერთეულოვანი მონაკვეთი, აი რამდენიც გინდათ ეხლა. აი წამოვიღებ აქეთ და აბა სიგრძე შევუმოწმებ. რადგან 7-ის ტოლი ავიღე, ამას ვერც გავადიდებ და ვერც შევამცირებ. იმიტომ რომ 7-ის ტოლი დავაფიქსირე თავიდანვე. გასაგებია? აქ უნდა ჩავწეროთ ეს რიცხვი? დიახ, რა სიგრძისა გინდათო? იმას გეუბნება. ახაზა 3 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთი. კი ბატონო, შეგიძლიათ შეუწოდოთ სისკენ ყველაფერი გამოუტანოთ თავისი სიგრძე მნიშვნელობა, ნახეთ 7-ის ტოლი დააწერა. ხო? ამას ვერ ვცვლით. კარგი, გადმოვაგზავნებ ამას აქეთ ამ მხარეს. აი ასე წამოვიღებ ამასაც. გავიგეთ როგორ ავაგეთ მონაკვეთი? დიახ, დიახ, რა